მეგობრებო, მოგესალმებით, ვაკეთებ საერთო კაშლას თქვენთვის. თემა იქნება ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. ახლოსი საშუალოდ 2-3 თვის პერიოდში ვნახოთ. ხშირად წერდით მარტომყოფები, პარტნიორის გარეშე მყოფი ადამიანები, რომ ჩვენთვისაც მოიცალე და რამე ჩვენზეც გაშალეო. ვინ მოდისო, რა მოდისო, ჩვენ რა გვექნებაო. სულ წყლებზე საუბრობო და კი ბატონო, აგერ თქვენთვის გავაკეთებ ახლა ამ გაშლას. გავიგოთ ვინ მოდის თუ არა საერთოდ ჯერ უახლოესი 2-3 თვის პერიოდში თქვენ ცხოვრებაში ვინმე პიროვნება და ვინ მოდის გავიგოთ და თუ ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგეზაროთ, მინიმალური არის თქვენგან ლაიკები და გთხოვთ გააქტიურდეთ, ჭირდება თქვენი მხარდაჭერა ამ მხრივ, თქვენი კომენტარები, გაზიარებები და საერთოდ გვერდის გამოწერა, ჩემი ორივე გვერდის და ჩემ YouTube-ის მაყურებელსაც ძალიან დიდი მადლობა, უკვე 2000 გამომწერი გახდა იქ და ძალიან მიხარია დღეს ამ ციფრების დანახვით მოვედი ხასიათზე, რომ თქვენთვის გამიკეთებინა გაშლა, მადლობის ნიშნად. მოკლედ, გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა, თუ ეს გაშლა არ არის თქვენი, მაშინ ჩემ გვერდზე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და არჩიოთ სასურველი თქვენთვის თემატიკა და გაშლა. თასის დედოფალი მიჩვენებენ, თასის დედოფალი ბრძანდებით, რომანტიულ ტაროზე გიკეთებთ ამჯერად გაშლას. თასის დედოფალი, სამიან ჟეზლი და ჟეზლის დედოფალი, ესე იგი ორ მხრივი იდენტიფიკაცია, ერთ მხრივ ან ბრძანდებით წყლის სტიქიის, რომელიც არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელი, ან ბრძანდებით ცეცხლის სტიქიის დედოფალი. ორი კატეგორია ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ორი ქალბატონი ამოვიდა. აგერ მე არაფერს არ ვიტყუები. გაჩვენებთ წყლის სტიქია, ცეცხლის სტიქია და სამიან ჟეზლი. ცეცხლის სტიქიის დედოფალი ეს არის ვერძი ლომი და მშვილდოსნის ნიშანი, მაგრამ თუ არც ერთი არ ემთხვევა, მაინც უყურეთ ბოლომდე თქვენი ენერგიების იდენტიფიკაციას, შესაძლებელია უბრალოდ თქვენი ემოციური ფონიდან გარდამავალი, ასე ვთქვათ, ტემპერამენტის და ცეცხლის ენერგიების ჩვენება იყოს კარტის მხრიდან, შესაძლებელია უბრალოდ ძალიან მეოცნებე, ძალიან ემპათიური, მოსიყვარულე და ასეთი თბილი ქალბატონი ბრძანდებით, ორივე სქესისთვის არის გაშლა შეგახსენებთ, მამაკაცებმა მოერგეთ თქვენ თავზე. შეიძლება გარდამავალი, ასე ვთქვათ, ცეცხლისკენ პერიოდულად ძალიან აქტიურდება თქვენი სამუშაო ენერგეტიკა, თქვენი ცეცხლი, ეს არის ძალიან მშრომელი ადამიანი, ძალიან მისტიური და შარმიანი ქალბატონი, რომელსაც უყვარს პატარა პერიოდულად რაღაცა პრაქტიკების და რაღაც ეზოთერიკის მხრივ გათვითცნობიერებულია, სულ მცირე თუ რამე რიტუალებს და რაღაცებს თავის თავზე მაინც არ იკეთებს. ეს არნიშნავს, რომ ჯადოებს იკეთებს, რასაკვირველია. რიტუალები შეიძლება იყოს მომხიბლელობასთან დაკავშირებით, ფინანსების მოხვეჭას და მიზიდვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაღაც მცირე თვარის ფაზებთან მიმართებაში, შენ თავზე რომ რაღაც პატარ-პატარა რაღაცეებს აკეთებ. განსწავლული ხარ და ჩახედილი ხარ ეზოთერიკაში, ნუმეროლოგიაში, ფსიქოლოგიაში, რაღაცნაირი მისტიურობები გიზიდავს, ასე ვთქვათ, ტაროლოგიაშიც. შეიძლება საკუთარი კარტიც გაქვთ და საკუთარ თავს პერიოდულად რაღაცებსაც უშლით, ესეც არ არის, ასე ვთქვათ, გამორიცხული ამ კარტებიდან მომდინარე. ბრძანდებით ძალიან ესეთი მოლოდინის რეჟიმში თითქოს ვიღაცის შესაძლებელია თქვენ ახლო ტერიტორიაზე, თქვენ სივრცეში უკვე არსებობს 3 მამაკაცი და ასე ვთქვათ, მათ ნაბიჯებს აკვირდებით, ესე ცოტა ამ კარტში თავსაც იფასებს ქალბატონი, რომ რასაყვარელი ვარ, ესე იგი ყველას მეუყვარვარ და მოვწონვარო, მაგრამ რომელი იზამს იმას, რომ რაღაცა სერიოზული ნაბიჯები გადადგას და იმოქმედოს, ამის მოლოდინში ხართ, ასე ვთქვათ, აკვირდებით სიტუაციას. ვინ როგორ იმოქმედებს თქვენთან მიმართებაში, რომ რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი რა იქნება ამ ადამიანების, რისთვის არიან თქვენი გულისთვის მზად, რომ შემდგომ აარჩიოთ, ასე ვთქვათ, კანდიდატურა უკვე მათი ქცევებიდან გამომდინარე.
იდენტიფიკაციას მოდი მეც აღარ დავიწყებ თუ ასე თუ ისე ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა და ლოდინში ხართ და არჩევანში ხართ და არ გაკლიათ ასე თქვა თაყვანისმცემლები, მაგრამ მაინც მარტო ხართ რატომღაც დღესდღეობით. ვინ მოდის თუ არა, მოდი ჯერ გავიგოთ, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში მოხდეს 2-3 თვის განმავლობაში ვინმე სერიოზული ნაბიჯებით თქვენ ცხოვრებაში. მოდის თუ არა. 7-იან ხმალი ამოდის, 4-იან თასი და მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია. იცით როგორი სიტუაცია? თქვენ თავს რაღაცნაირად იტყუებთ და აი ამ ნახეთ სუფრაზე მარტოზის ქალბატონი. თქვენ თავს იტყუებთ, რომ აი ეს მარტოობა თითქოს ბედის ბრალია, თითქოს ვიღაცის ბრალია, თითქოს სამყარო არ გაძლევთ და არ იმეტებს თქვენთვის თქვენ სასურველ პარტნიორს. სინამდვილეში ბრძანდებით აქ დედოფალი ხმლის, რომელიც არის ცივი, ძალიან მენტალურად კი ძალიან განვითარებული და ასე ვთქვათ, კარგად აფასებს თავის თავს და იცის თავის ფასი, მაგრამ ძალიან ემოციებისგან დაცლილი, ასე ვიტყოდე. შესაძლებელია მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელმაც მასზე წარსულში რაღაცა ისეთი გამოცდილება მისცა, როგორც პერიოდულად შეიძლება ვთქვათ, რომ ქვრივი ბრძანდებით, ასევე შეიძლება განქორწინებული დედოფლის როლში იყო თამჯერად. ან უბრალოდ ურთიერთობაში ძალიან მწარე გამოცდილებით, რამაც ცივდედობლად გაქციათ, მაგრამ საქმე იმაში, რომ თქვენ თავს იმშვიდებთ აი ამ ტყუილი რეჟიმით, რომ ვიღაცა არ გაძლევთ საშუალებას, რომ ვიღაცა არ მოქმედებს, რომ სამყარო, ასე ვთქვათ, ინანებს თქვენ პარტნიორს იმისთვის, რომ გამოგიჩინოთ ნორმალური პარტნიორი. სინამდვილეში და სამართლიანად კარტი გვეუბნება, რომ ეს ქორწინება, განქორწინების და საერთოდ კანონზომიერების კარტია. მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია. ასე ვთქვათ, საშუალებას არ აძლევთ ემოციურად მამაკაცებს თქვენ თვითონ, რომ მან ყურადღება მოგაქციონ, მოგაკითხონ, რაღაც საჩუქარი გაიმეტონ. რაღაცნაირად ჩადონ თავიანთი ემოციური ფონი, თქვენ თვითონ ამ ყველაფერს ხელს უშლით და რაღაცა ახლოს არ იკარებთ. ცივი დედოფლის როლში ხართ და ძალიან კარგად ამ ყველაფერს, ამ ემოციურ ფონს მამაკაცები კითხულობენ შორიდანაც კი თქვენთან მიმართებაში, ზოგ შეიძლება შიშიც კი აქვს, რომ მოგიახლოვდეთ და რაღაცა კომპლიმენტზე და სითბოზე ლაპარაკი არ არის, საერთოდ ისე მკაცრად ზიხართ და ისეთი წარბაწეული ხართ, რომ ადამიანი ვერ მოგიახლოვდებათ. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ არ აძლევთ შანსს ამ ადამიანებს, ვისაც სიმპათიები გააჩნიათ თქვენთან მიმართებაში, რომ იმოქმედონ. მოვა თუ არა, მაშინ რომ მისცეთ შანსი და ცოტა დარბილდეთ, მოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი. 4-იან ხმალი ამოდის, 21 მაღალი არკანი სამყარო და მე-5 მაღალი არკანი იეროფანტი. ეს ისეთი კარტებია, 4-იან ხმალი პრინციპში რაღაცა პატარა პაუზასავით იქნება, შესაძლებელია 3-4 თვეზე გაიწელოს ეს თქვენ ცხოვრებაში შემომსვლელი პიროვნების ვადებში, ანუ გაიწელოს, მაგრამ 21 მაღალი არკანით შეიძლება ადამიანი გამოჩნდეს ინტერნეტ სივრცეში. ეს არის სამყაროს კარტი, გლობალური კარტი, ასე ვთქვათ, სადაც გლობალურად ბევრი ადამიანები იყრიან თავს მასობრივად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ნაციონალიზმის, სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, რომელიც შანსი არის იმისი, რომ კონკრეტულად დაქორწინებაც კი მოხდეს თქვენი ამ ადამიანთან. ადამიანი სუმცირე, რომელიც რაღაცა სულიერებას აგიმაღლებთ და გამშვიდებთ, თქვენი მასწავლებლის როლში იქნება რა და როგორ გააკეთოთ, მაგრამ პირველ რიგში თითქოს მეგობრობიდან დაიწყება ეს ურთიერთობა, უფრო სულიერი მაღალ თემებზე გექნებათ საუბარი, თუ ინტერნეტში მიწერ-მოწერას განვიხილავთ, თუ არა და აი ამ ციკლს როცა დაასრულებთ მარტოობისას და პაუზისას და საკუთარ თავს მარტო სუფრაზე არ მიიჩნევთ, რომ თქვენ ბედისგან დაჩაგრული ხართ და ამისთვის იმოქმედებთ და მისცემთ ღიმილ სუმცირე თქვენ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, ეს პერიოდი გადაგორდება, დასრულდება მე-21 მაღალი არკანით და მოვა ადამიანი სრულიად გულწრფელი, სრულიად ემოციურად და სულიერად თქვენთვის შესაფერისი, რომელიც, ასე ვთქვათ, დაასრულებს ხმლით
მარტოობას თქვენსას ასე ვთქვათ, ასე რომ მიიღეთ. ნუ ჩაიკეტებთ, მიიღეთ.